გაუმარჯოს. კიდევ ერთი ვიდეო ფეხბურთს, ესე იგი. დღეს რა მინდა ვილაპარაკო, იცით რომ აი ხშირად ჩვენ საქართველოში აი ქართულ საკლუბო ფეხბურთზე როცა ვლაპარაკობთ, როცა ვსაუბრობთ იმ ლეგიონერებზე, რომლებიც საქართველოში თამაშობენ. და ასე შემდეგ, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი ჩვენ გუნდებში არ ჩამოვყავთ ხარისხიანი ლეგიონერები, ვიღაცები ჩამოვყავთ, საიდან მოიყვანეს, ვლაპარაკობთ დავცინით ამ ლეგიონერებს და ძირითადად დავცინით ჯერ კიდევ მანამ სანამ ისინი მოედანზე გამოვლენ. ანუ უყურებთ რა გუნდებში აქვთ ნათამაშები წარსულში და იმის მიხედვით ვიძახით რომ აუ საიდან მოიყვანეთ, რატომ მოგყავთ ესენი და წარმოდგენილი გვაქვს რომ აი ეს გუნდები რომლებმაც ბოლო წლებში რაღაცა წარმატებებს მიაღწიეს გარკვეულს რა. სიტყვაზე ყაზახური გუნდები იქნება თუ აზერბაიჯანული თუ სომხური თუ ესე ვქვია კვიპროსის თუ ასე შემდეგ წარმოდგენილი გვაქვს რომ იმათ ჩამოყავთ რაღაცა ძალიან ძლიერი ლეგიონერები თავიანთ გუნდებში. ნუ აი ესეთი ლეგიონერები რომლებსაც რავიმე პრემიერ ლიგაში და იმაში აქვთ ნათამაშები. სიამოვნებაში ესე არ არის. აი მე მაგალითად ეხლა დღეს გადავწყვიტე რომ აი გადავხედე წლევანდელი უკვე გარკვეულია ყველა გუნდი რომელიც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჩვენ იბერია განუთესავებშია და განთესილ გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აი რომელზეც შეიძლება ითქვას რომ არასასურველი მეტოქე იქნება იბერიასთვის არის კაირატი, რომელმაც ბოლო სეზონში ძირითად ბადეში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სელტიკი დაამარცხა, ხო გახსოვს? ხო და ანუ ეხლა ყველას წარმოდგენილი აქვს რომ კაირატში ვიღაცა ძალიან დიდი ფული ჩაყარეს, ვიღაცა ძალიან მაგარი ლეგიონერები ჩამოიყვანეს და ისე. სინამდვილეში შევედი კაირატის გვერდზე რომ მენახა რა შემადგენლობა ყავთ. ანუ უბრალოდ ინტერესის გულისთვის რა, რომ დავინტერესდი რა ფეხბურთელები ყავთ ისეთი, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს. და აღმოვაჩინე რომ კაირატის შემადგენლობის დაახლოებით 70% დაფუძნებულია ადგილობრივ რესურსზე რა. ანუ 70% ფეხბურთელების გუნდში არის ყაზახეთის მოქალაქე. ყაზახია რა, ადგილობრივი რესურსია. და უცხოელები არიან მხოლოდ 30. ანუ სადღაც 24 თუ 27 კაციდან 9 კაცი არის უცხოელი მარტო. ეხლა ვინ არიან ეს უცხოელები? არის ორი პორტუგალიელი. ერთი მცველი ლუის მატა, ერთი ფორვარდი ჟორჟინიო. ეს ჟორჟინიო ფორვარდი მცველს თავი დავანებოთ, კაი, ფორვარდი ავიღოთ. აი ჩამოგიძვლით რა გუნდებში თამაშობდა. სელეიროსი, მერელინენსე, ფაფე პორტუგალიური გუნდია. პევიდემი და დიფერდანჟი. ერთადერთი დიფერდანჟი ვიცი, იმიტომ რომ ევროპაში არის რა, ლუქსემბურგის გუნდია ვიცი და მერე გადავიდა კაირატში. ეს ერთი ფეხბურთელი. მეორე ავიღოთ ბრაზილიელი ფორვარდი ედმილსონი. გუნდები ველოკლუბე მარკო ლანკ ვილავერდენსე. მერე იყო ცელიაში სლოვენიის და მერე კაირატში გადმოვიდა. მერე ყავთ ერთი სებასტიან სებაიოსი, კიდე ფორვარდი არგენტინელი, რომლის შესახებ ვიკიპედიაში საერთოდ ვერაფერი ვერ ნახე, მაგრამ ნახე მერე ტრანსფერ მარკეტზე და აღმოვაჩინე რომ კარიერა მან დაიწყო არგენტინის ლოს ანდეს ესეთი გუნდია, მერე გადავიდა ინდეპენდიენტე რივადავიაში, აი ეს სხვა ინდეპენდიენტეა, ის არ არის. ცნობილი ინდეპენდიენტე არის, ინდეპენდიენტე რივადავია. იქ თამაშობდა, მერე ტალიერესის მეორე გუნდში თამაშობდა და მერე ბოლივიის ჩემპიონატში თამაშობდა საერთოდ და იმ ბოლივიის ჩემპიონატიდან მოხვდა კაირატში სადიპოვეს მართლა. ხო, ანუ აი ეს რო შეხედო, კიდე არის ერთი ბელარუსი, ორი ფინელი ყავთ, ერთი ისრაელიდან და ერთი კიდე ბრაზილიელი მცველი ლუკას აფრიკო ვიღაცა, რომელიც აი თითქოს სანტოსში თამაშობდა, მაგრამ ნული თამაში აქვს აღნიშნული სანტოსში ერთი წელი იყო. ეს თორე გაბალაში იყო 2-3 წლის წინ. და ბოლოს იყო კაირატამდე ვანსპორი არის ეგეთი თურქული გუნდი. ანუ ხო გესმით, ანუ რას ვამბობ, რომ ეს უცხოელები არაფერი განსაკუთრებული არ არის. ანუ ამ ერთ-ერთი უცხოელიდან ახლა ვინმე რო ქართულ გუნდში გადმოიყვანონ, ქართველი ბევრი გულშემატკივარი დაიწყებს სიცილს და შაყირს, რომ საიდან მოგყავთ ესეთი ფეხბურთელები და რაღაცა. არა და ეგ არის რა, სხვა არავინ არ ყავს კაირატს. თუ კაირატი არის, თუ ხაირათი არ ვიცი. და აი ამ რესურსით
გუნდმა მიაღწია იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გავიდა. რის ხარჯზე მიაღწია? რა ვიცი, მე ჩემი ვარაუდები მაქვს. ხო, თუ გინდათ გეტყვით სამწვრთნელოში დაფშე ვინ არის? თავარი მწვრთნელი არის რაფაელ ურაზბახტინი. ესეც ყაზახეთის მოქალაქეა, ყაზახია რა. და ძირითადად ერთადერთი სამწვრთნელო შტაბში ყავთ ერთადერთი უცხოელი ბრაზილიელი ტიაგო ვიეირა, რომელიც არის ფიზიოთერაპევტი. დანარჩენი ყველა ყაზახია. და აი ამ რესურსით მიაღწიეს მაგას. ხო, რის ხარჯზე? მე მაქვს ჩემი ვერსიები, მაგრამ არ ვეტყვი. საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენ დაწეროთ მაშინ რა ქვია კომენტარებში. დამიწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ ჩემი ვიდეო, თუ მოიწონეთ, მადლობელი ვიქნები, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ასე შემდეგ. არ ვიცი რა, აი ეს არის კაირატი. ხო, იგივე, აი ხო მეორე გუნდიც რო ავიღოთ, რომელიც არ გაუხარდება არავის იბერია შორს რო შეხვდეს, არის უნივერსიტეტია კრაიოვა, რუმინეთის ჩემპიონი. ნუ აქ ეს გუნდიც იგივენაირად როგორც კაირატი 70%-ით დაკომპლექტებულია რუმინელი ფეხბურთელებისგან, მაგრამ ნუ ის უნდა აღინიშნოს, რომ ახლა რუმინული რესურსი უფრო მაღალი დონეა ვიდრე ყაზახური რესურსი, ხო, საზღერად არავინ არ მიიღოს. არ ვიცი, ყაზახეთში ვინ გაიგებს ჩემ ლაპარაკს, მაგრამ მაინც. ხო, და რამდენიმე უცხოელი ყავთ რა და ეს უცხოელებიც ხო ერთი ქართველი ყავთ აზურ მექვაბიშვილი ხლა ვიცით რა ფეხბურთელის არის დინამოში თამაშობდა საქართველოს ნაკრებშიც და დანარჩენებიც არაფერი გამორჩეული ისეთი განსაკუთრებული ლეგიონერები არ ყავთ, მაგრამ ბოლო სეზონში ამ გუნდმაც კონფერენც ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და იქაც ერთი-ორი თამაში მოიგო რა, მათ შორის მოუგო როგორც მიმახსოვს გერმანიის გუნდ მაინცს მოუგო ერთი და ერთი ვენის რაპიდს მოუგო გასვლა საერთოდ სტუმრად. ხო და აი ეგეთ შედეგებს აღწევენ, აი ესეთი რესურსით. ხო გესმით და რო შეხედო და თქვა რომ ისეთი ფეხბურთელები ყავთ რომ ნუ აი ხელები ამიწევიაო, არ არის ეგრე რა აშკარად რა, ნუ აი რო გადახედო კარიერას ამ ფეხბურთელების დიდი არაფერი და ამიტომ კიდევ ერთხელ აი მე გთავაზობთ რომ თქვენ დაწეროთ თქვენი ვერსიები, რომ აი რის ხარჯზე აღწევენ ეს გუნდები ამ რესურსით. აი ეგეთ შედეგებს და რა არის ის, რაც ჩვენ გუნდებს აკლიათ, რომ ესეთ შედეგებს ვერ აღწევენ. მადლობა ყურადღებისთვის.